მარტო კახეთის ტერიტორიაზე. იმდენი ხორბალი. თვითონ სახელმწიფო. იმდენი ხორბალი შეიძლება მოვიდეს, რომ საქართველოს ეყოფა. ყოფნიდა მაინც არა საქართველოს კავკასიას ყოფნიდა და გაქონდათ 78 და 79 წლებში უკრაინაში არ მოვიდა არც ხორბლის მოსავალი არც ის გეხსოვება ტალონები რომ შემოვიდა 80-იან წლებში პურზე და კარაკზე არ მოვიდა მოსავალი არც რძე არ იყო და საქართველოსდან ქიზიყიდან გადიოდა ხორბალი რომ უკრაინა შიმშილს გადარჩენილი იყო 2 წელიწადი. მე მახსოვს სკოლაში დავდიოდი. არა, ჩვენ მარტო ქიზიყი არა, დედოფლის წყაროს და იფხარეები კი გვაქვს. ფანტასტიკური. ამიტომ ვიძახი, ამას ვინ ჭირდება? ამას ჭირდება კარგი 48 ჯიშის მარტო ხორბალია ქართული. სოფლის მეურნეობის მწოდნე ხალხი. რამდენი გვყავს? ახლა მე არ ვიცი ეს სისტემა, ხარ მოვიტყუები, მაგრამ ხო უნდა იყოს ვიღაცა ვინც იცის. პრეტენზიები ბევრი აქვს, ეკონომიკაზე გელაპარაკებიან, იმაზე გელაპარაკებიან, აზე არ არიან თუ. ისეთ სისულელებს არ ახუნებენ ხშირად, მე რომელსაც ეკონომიკა არ ვიცი, მე ვხვდები ამ სისულელებს. ხო. იგივე რესურსებზე ჩვენ ჰიდრო ხო, იმის ნამახარხესი უნდა გავაკეთოთ ახლა და წავიკითხე მე დასკვნა გეოლოგიური ნამახარხესი. კატეგორიულად არ შეიძლება. არა, რას ლაპარაკობთ? სამთვეში როდის იყო დასკვნა იდებოდა? თან ჰესისთვის უნდა გააკეთო, ის ხო არ არის, არა? სამთვეში როდის იდებოდა ამ ხელა ტერიტორია სამთვეში როგორ შეისწავლა ორმა თურქმა ელენი აბაშიძესთან ვიყავით მისულები რომელიც სპეციალისტია ამისი გადავიღეთ ჩავწერეთ ქალი 100 წლის არის 101 ნუ ეხლა ელენე ვეღარ გააკეთებს ვერაფერს ვერ გააკეთებს მაგრამ დასკვნა გითხრა აბსოლუტურად მაქვს დასკვნა მე წაკითხული მაქვს და იძახის რომ არ შეიძლება გასო აღარ შეიძლება ამებს აღარავინ აღარ აკეთებს მონიტორინგი უნდა გააკეთო ჯერ მინიმუმ 12 წელი რადგან გოდუაძე გამოვიდა გოდუაძე არ არის ის გეოფიზიკოსი ვარ რო იძახის 30 წლის მეცნიერებათა დოქტორი 30 წლის კანდიდატიც ვერ გახდებოდი ჩვენ დროს გამოვიდა გადამაფრინეთ და გეტყვით რა და რომ გადაფრენით აკეთებს ზემოდან ვერტალიოტით გადაფრენით გინდა შეაფასოს შოვის მოზოების პრინციპი 30 წელია მონიტორინგი არ ჩაგიტარებიათ, არც სეისმური, არც საინჟინრო გეოლოგიური, არც ჰიდროგეოლოგიური, არც სტრუქტურული ანალიზი არ არის გაკეთებული. ეს ხო უნდა შეისწავლო, მაგას ერთ კვირაში, ერთ დღეში ერთი გადაფრენით ვერ დადებ მაგ დასკვნას. ამას გეუბნება, Google-ში აქვს წაკითხული რა თქმას. Google-დან ნასწავლის სპეციალისტი როგორ უნდა გახდეთო. მე ეს იდიოტიზმია ეს მაგისტრატურები და ეს დოქტორანტურები. ჩვენ დროს კომუნისტებს ეს მაინც იყო კარგი. იცი წვალობდი ხარისხი რო დაგეცვა. წვალობდი. დამწვალებაში სწავლობდი. ცოცხალ თემას იღებდი და იმით. ძალაუნდებურად. ხო, გინდა არ გინდა. კანდიდატი რო გამხდარიყავი. მინიმუმ 7-8 წელი ვერზე უნდა კი არა მე გეოლოგიაზე ვარ ბავშვებთან, მაგრამ სხვაგანაც ექსპერიმენტები უნდა გეტარებინა ფიზიკაში ბოლო-ბოლო, ხო? და მე დასკვნა დაგედო, ხო? ამ ექსპერიმენტების დროს 7-8 წელი სწავლობდი. საერთოდ საქართველოს 30 წელიწადია, 25-27 წელიწადია აკრძალული აქვს მეცნიერების წარმოება. ვიცი კაცო, მაგი დაიწყო რითი, იცი? ეხლა ვიღაცებს სურაბჟვანია ესეთი მაგარი ვინმე გონიათ. არა, მაპატი ერთი კომკავშირელი შანტრაბა იყო და 90 წელში რომ დაიწყო ატომური რეაქტორის წინააღმდეგ ბრძოლა. იმიტომ რომ საქართველოს არ შეიძლება ქონოდა. იმიტომ რომ ქვეყანა რომელიც ატომური რეაქტორი აქვს სამეცნიერო. ის ვერასოდეს ვერ გახდება მესამე რიგის ქვეყანა, ის ითვლება პირველ რიგის ქვეყანად. ეს იყო ფანტასტიკური კვლევის ლაბორატორია ატომური რეაქტორი. ხო და $200,000 გაყიდეს ურანი, გამდიდრებული ურანი. ხო და დაახურინა მოიკლა თავი ზურაბჟვანია. აი გენჩონე. მაშინ ზურაბჟვანია იყო შეფი. და 800,000 ფუნტი სტერლინგი გადაუხადეს ინგლისს, რომ ეს გაეტანა. ტრანსპორტირებაში 800,000 ფუნტი სტერლინგი იქნა გადახდილი და $200,000 გაიყიდა. მილიონები ღირდა იქ. მაგას ახლა ფასებზე აღარ ვლაპარაკობ. ამ შემთხვევაში ვამბობ, და ყველაზე სამეცნიერო სკოლა განაწყო. ყველაზე ცნობილი ატომში კი, ასე ვთქვათ,
გასაიდუმლოებულ სახარავთან ერთად რომ მუშაობდა. შორს არ წავიდეთ. ჯუმბერ ლომინაძე ხმის ნამთვალ კომისიაში ეჯდათ. ესე რა ქვია, დღეს რო ლაპარაკობენ, რა ქვია, დღე და ღამე ხელოვნურ ინტელექტზე, სად დაიწყო პირველად მაგ თემაზე მუშაობა? 1961 წელს გამოყენებით მათემატიკის ფაკულტეტი. პირველად საქართველოში გაიხსნა. მსოფლიოში. და გამოყენებით მათემატიკის ინსტიტუტიც გაიხსნა. პირველი სტრუქტურული ლინგვისტიკა საქართველოში დამუშავდა გამყრელიძის მიერ. პირველი ფაკულტეტი მაგისი საქართველოში. გამოთვლითი მანქანებისა და კიბერნეტიკის ფაკულტეტი პირველად გაიხსნა საქართველოში 78 წელს და პირველი კომპიუტერი მაშინ ქონდა. არა, 78 უფრო. არა, ბოდი, 79 წელს ჩავაბარე. დამაცადეთ, ეგრე არის. ხო, უკვე იყო. არა, 68-ში თუ 7-ში ჯერ გაიხსნა გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი უნივერსიტეტში და მე გაიხსნა 68-ში თუ 9-ში ისა აი ახალი კორპუსი რო აშენეს კიდე. არა, პირველი კორპუსი, მეორე კორპუსში გაიხსნა, მე აშენეს, მე გადაიყვანეს ისინი 68-ში გადაიყვანეს. აი მაგას ვიძახი. პირველ 68-ში ის აშენდა. პირველი მანამდე იყო, მეორე კორპუსში იყო ელექტრონული გამომთვლელი მანქანები და ავტომატიკა და ტელემექანიკა. ეს ეგ ფაკულტეტი ქონდა ჩემზე. დაიდო მეორე კორპუსი. ანუ ტელევიზია რო უყურებს კორპუსს. აი იმ კორპუსში იყო, მაშინ რაც ლაპარაკობ, ეს იყო ფანტასტიკები ყველაფერი. საოცარი რაღაცეები კეთდებოდა საქართველოში. მიონი იყო, საქართველოს ბატარეები კეთდებოდა, როდის ფიზიკის ინსტიტუტი იყო, მათემატიკის ინსტიტუტი იყო, გამოთვლითი ცენტრი იყო. მე მუშაობდი სტუდენტობის დროს. სკოლის სასახლის უკან 74 არა. იმისი მსოფლიოს გამოთვლითი ცენტრი როცი იყო იმაში, გწამისში. სტუდენტობის დროს მუშაობდი, საღამოობით მუშაობდი გამოთვლის ოპერატორად, გამოთვლის ცენტრში 75 წელში. უკვე ну ის კომპიუტერის მონერი იყო, ეხლანდელი რო არის ესეთი არის, ესეთები არ იყო, მაგრამ კომპიუტერი იყო, დიდი ლენტები, ესეთი ლენტები და იმები. ჯერთი ამით შრომას სტუდენტისთვის შრომას არაფერი არ ჯობია. ბევრი კაი რაღაცები იყო ახლა. ჩვენ კარგი რაც იყო, ყველაფერი დავკარგეთ. ხო და 94 წელს საქართველოს შესთავაზეს, რომ დაიბრალეთო, ხართო, განვითარებოდი ქვეყანაო და ფულს მოგცემთო. ის ფული ჭირდება. ეს შესთავაზეს აკადემიის პრეზიდენტსაც და აკადემიკოსებს, მაგრამ არ უთხრეს რას თვალისწინებდა ეს. იმათ დიდი სიხარულით, ოღონდ ფული შემოვიდეს, ხელფასები დავარიგოთო, შემოკარგო და შეწყდა კვლევები საქართველოში. შეწყდა კვლევები, რომ მივიდა აკადემიკოსების ჯგუფი, რომ ჩვენს მოგვეცი იმ ფულიდან რომ ჩამოგვიდაო, კაცო, შევარდნაძეს და შევარდნაძე მოთხრა ბიჭო, სულ მოვიწყდა რომ ეს მეთქო. აქვე წერიაო, რომ მეცნიერების უფლება განვითარებად ქვეყანას არ აქვს. ეხლა კითხვას ვსვამ, თუ საქართველოს 20 წელიწადი, 25 წელიწადი მეცნიერების უფლება არ აქვს, რა დოქტორანტურებზეა ლაპარაკი გამაგებია. და სამეცნიერო ხარისხები ხო არის ფანტასტიკური გამოთქვა იმაში, კავკასიის იმ ბერტოლ ბრეხტს რო კავკასიის წესი. მოსამართლებელი იქნება, მოსამართლება, უბრალო მხება. რა თქმა უნდა. ჟურნალისტი ვერ იქნება, ჟურნალისტი, ჭორიკანა, უბრალო ჭორიკანა. ბატონო. ესე ხდება ყველაფერში, ყველა სფეროში ესეა. საუბედუროდ. ამიტომ პირველი არის განათლების სისტემა მაინც ქვეყანაში. განათლების გარშე არაფერი გამოვა. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ ბატონო მალხას. მე მგონი 7 წყნარ ტონში ჩაგვატარეთ ჩვენი ეხლა ჩვენ რთული გადაცემა ვიყიროთ, მაგრამ რთული გადაცემა საკმაოდ ისეთ პოლიტიკურ თემებზეც და მე მგონი მაყურებელი დაგვიდასტურებს რომ შედგა დღევანდელი გადაცემა. მადლობთ და მადლობთ ჩვენს მაყურებელს. მომავალ შეხვედრამდე.